გვინდა ეთერში გადაცემის მომდევნო სტუმართან ერთად დაბრუნდით ჩვენი სტუმარი გახლავთ ექიმი პედიატრი თემურ მიქელაძე. მოგესალმებით ბატონო თემურ. მადლობას მოგახსენებთ რომ მობრძანდით ჩვენთან სტუდიაში. ბატონო თემურ, შეიძლება ითქვას რომ ამ პერიოდში გაზაფხულზე განსაკუთრებით შემოგვიტიეს ასე ვთქვათ ვირუსულმა ინფექციებმა, რა მდგომარეობა ამ მხრივ ბავშვებში და ვთქვათ რა ვირუსული ინფექციები არის უფრო გავრცელებული ამ დროისთვის. როგორც მოგეხსენებათ აქამდე, ანუ გასული წლის მე-12 კვირიდან წლევანდელი წლის 20 კვირამდე არის უფრო მეტად გრიპის ვირუსული, გრიპით განპირობებული ვირუსული ინფექციები, ეს იქნება A ტიპის, B ტიპის გრიპის ვირუსით. უკვე ბოლო გარკვეული 1 თვეა წარმოვიდა უკვე გამონაყრით მიმდინარე ინფექციები. გამონაყრით მიმდინარე ინფექციები საერთოდ სოფლიოში არის რამოდენიმე ათეული, მათ შორის დაალაგებულია ნუმეროლოგიურად, ანუ პირველი ეს არის წითელა, მეორე არის წითურა, მესამე კუნთრუშა, მეოთხე ეს არის ატიპიური კუნთრუშა, ანუ ფილატორი ძუქსის დაავადება, მეხუთე ინფექცია, ანუ ეგრეთ წოდებული ინფექციური ერითემა და მეხუთე ვირუსული ეგზანთემა, ანუ უეცარი ეგზანთემა. და სწორედ ასე იყო გავრცელებული დაახლოებით 2 წლის წინ უფრო ხშირად ხდებოდა მეხუთე ინფექცია, ანუ პაროვირუსული ინფექცია, ანუ ინფექციური ერითემა და შემდეგ წინა წელს უფრო გავრცელებული იყო ვირუსული ეგზანთემა, ანუ უეცარი ეგზანთემა, რომელიც განპირობებული იყო გერპეს ვირუსული ინფექციებით. ეხლა უკვე ამ სეზონზე წელს წამოვიდა წითელა, ანუ პირველი ტიპის გამონაყრით მიმდინარე ვირუსული ინფექცია, რომელიც წითელას, აი მაგალითად რო შევადარო ჩვენ გრიპის ვირუსი და წითელას ვირუსი. წითელას ვირუსი არის მხოლოდ ერთი სეროტიპის, მაშინ როდესაც გრიპის ვირუსი არის რამოდენიმე სეროტიპის. და შესაბამისად გრიპი უფრო მეტ მოსახლეობას მოიცავს ყოველწლიურად ახალი ტიპის გრიპის ვირუსის გამოვლინის გამო. თუმცა წითელას უფრო მაღალი გადადების, ანუ კონტაგიოზური ინდექსი. რა გზით გადადის ბატონ თემურ, ესეც აერწოთოვანი. წითელა ძირითადად გადადის აერწოთოვანი გზით და უფრო ხშირად ემართებათ არა ვაქცინირებულ, ანუ არა აცრილ ბავშვებს და აცრილ მოზრდილებს. და პირველი პაციენტი ჩემთან მოვიდა დაახლოებით 1 თვის წინ, გოგონა 14 წლის, რომელსაც ჯერ ჰქონდა ეგრეთ წოდებული ინფექციური მონონუკლეოზი და შემდეგ გავკვეული 2 კვირის შემდეგ გამოვლინდა წითელა. ანუ წითელას ძირითადი სამი პერიოდი ახასიათებს ამ დაავადებას, ეს არის ინკუბაციური პერიოდი, პროდრომალური პერიოდი და კლინიკური ნიშნების გამოვლინის პერიოდი. ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ გრძელდება 7-დან 14 დღემდე, თუმცა შეიძლება 6-10 დღემდეც გამოვლინდეს. შემდეგ მოდის უკვე პროდრომალური, ანუ ზოგადად ინფექციური ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ეს არის მაღალი ტემპერატურა, შემცირება, კონjunktივიტი, ხველა და ერთ-ერთი პათოგნომური ნიშანი, რომელიც წითელას ახასიათებს, ეგრეთ წოდებული კოპლიკის ლაქები, რომელიც ლოყის შიგნით და ზედაპირზე, ანუ საჭრელი კბილების ვითარდება. და ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ წითელა საკმაოდ ხშირად ახასიათებს მწვავე მუცლისთვის, ანუ მწვავე აპენდიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რამაც თუ წითელას ვირუსს ახასიათებს ტროპიზმი სწორედ იმ აპენდიქსის ლორწოვანის მიმართ და წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული ობსტრუქცია, ანუ ობტურაცია აპენდიქსის ვითარდება მწვავე აპენდიციტის ნიშნები და ეს არ უნდა აგვერიოს, საკმაოდ ხშირად ეს მწვავე აპენდიციტის სიმპტომი იხსნება მაშინათვე, როცა ის პროდრომალური, ანუ ფილატოკოპლიკის ლაქები ქრება. ანუ აპენდიციტი, ამიტომ უნდა დავადიფერენციროთ, ეს არის ბაქტერიულად განვითარებული, კეთდება სისხლის ანალიზი, ქირურგის მეთვალყურება და ასეთ შემთხვევაში მწვავე მუცლის, ანუ მწვავე აპენდიციტის დიაგნოზი საკმაოდ ხშირად იხსნება. შემდეგი ძირითადი სიმპტომი აუცილებლად წითელას ახასიათებს გამონაყარი. ეს არის მაღალი ცხელების ფონზე, დაახლოებით 39-40 გრადუს ტემპერატურის ფონზე განვითარებული გამონაყარი, რომლის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი ეს არის ეტაპურობა. ანუ ეტაპურობა რა არის? ერთიანად არ აყრის. ძირითადად იწყება კისრის უკანა ლატერალური ზედაპირიდან ყურის ირგვლივ და თავიდან დამახასიათებელია უფრო ფერმფრთალი გამონაყარი პირველი რამოდენიმე საათებში, შემდეგ უკვე ეს გამონაყარი იღებს ლაქოვან პაპულოზურ, ანუ წითელ შეფერილობას, მთლიანად ვრცელდება სახეზე, ჩამოდის კისერზე, გულმკერდზე და მთლიანად ქვემო კიდურებზე. აი ამ შემთხვევაში, როცა უკვე ქვემო კიდურებზე გადადის წითელას გამონაყარი, მაშინ უკვე პროგრესულად ეს დადებითი ნიშანია, ანუ ნელ-ნელა უკვე ლაგდება წითელა და დამახასიათებელია ტემპერატურის ვარდნაც კი. ეს ვითარდება მეორე-მესამე დღეზე. ანუ სახით იწყება, და ახასიათებს ეტაპური გამონაყარი. განსხვავებით სხვა ვირუსული ინფექციებისაგან, აი მაგალითად ვირუსული ეგზანთემა, ანუ ეგრეთ წოდებული მე-6 ინფექცია, რომელიც საკმაოდ გავრცელებული იყო საქართველოში, მას ახასიათებს ვირუსის, ანუ ტემპერატურის ცხელების შემდგომ გამონაყარი, ანუ 5 დღიანი ცხელება მე-6 დღეს აყრის. წითურას ახასიათებს უფრო მარტივი
ინტოქსიკაციის ნიშნები, უფრო მარტივად მიდის ეს თლიან ტანზე ერთდროულად აყრის და დამახასიათებელია კისრის ლიმფური კვანძების, ტკივნეული ლიმფური კვანძების დამახასიათებელია წითურასთვის. ბატონო, მე მატყობინებენ რომ როგორც ჩანს ძალიან აქტუალურ თემაზე ვსაუბრობ და საზოგადოებაში ძალიან ბევრი კითხვა არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ძირითადად ხა რომ გავაერთიანოთ თურმე მაყურებლის ზარებით დასმული შეკითხვები ორ სახედ შეიძლება დაიყოს. კითხულობენ ტელემაყურებლები როგორ ხდება მკურნალობა, არის თუ არა სპეციფიკური მეთოდები შემუშავებული და სახლის პირობებში როგორ უმკურნალოთ და ასევე აინტერესებთ როგორ ავირიდოთ თავიდან დაავადება. კი ბატონო, ესე იგი, ძირითადად წითელი მკურნალობა არ არსებობს, ეს არის სიმპტომური მკურნალობა, ანუ ჩვენ ვერძით იმ სიმპტომებს თუ რაც გამოვლინდება, ეს არის ცხელება, ცხელებას ვერძით სიცხის დამწვევის საშუალებით, ეს არის აცეტამინოფენი და იბუპროფენის ჯგუფის პრეპარატებით და მოწოდებულია აგრეთვე A ვიტამინის, ანუ რეტინოლის დანიშვნა, 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება ერთჯერადად 100,000 საერთაშორისო ერთეული, 1 წლიდან ზემოთ უკვე 200,000 საერთაშორისო ერთეული A ვიტამინი, ანუ ეგრეთ წოდებული რეტინოლი. ეს უშუალოდ იმისათვის რომ მოხდეს აი ამ წითელის გართულებების თავიდან აცილება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წითელის ძირითადი გადაცემის მექანიზმი ეს არის აერწოთოვანი გადაცემის გზა. მას ახასიათებს მაღალი გადაცემის ინდექსი, ანუ 0.9, ანუ რას ნიშნავს? 100-დან 90 ადამიანს გადაედება თუ არ არის აცრილი, ან თუ არ აქვს გადატანილი. მაშინ როდესაც სხვა ინფექციების დროს, იგივე კუნთრუშას დროს, წითურას დროს, ეს არის 0.4, 0.6-დან მერყეობს, ანუ 100-დან 40 ადამიანს გადაედება დაახლოებით. ამიტომ იმისად ძირითადი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წითელას გააჩნია მხოლოდ ერთი სეროტიპი და უფრო მარტივია წითელასთვის ეპიდემიური ღონისძიებების გატარება. იქმნება სპეციალური რაუნდები, რომლის დროსაც აუცილებლად იცრება 6 თვიდან, მაშინ როდესაც ჩვენ წითელას ვაქცინას გეგმიურად ვიწყებთ 1 წლის ასაკიდან, ამ შემთხვევაში 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირები თუ არ არიან აცრილები 1 წლის და 5 წლის ასაკში, ანუ ვაქცინაცია პირველი კეთდება 1 წლის ასაკში, რევაქცინაცია 5 წლის ასაკში. მაშინ შემთხვევაში აუცილებელია ამ ადამიანების დროული აცრა, სახელმწიფოს შემოტანილი აქვს ვაქცინა, ნებისმიერ სამკურნალო დაწესებულებაში ეს იქნება პირველადი ჯანდაცვის გოლში თუ კლინიკებში ეს ვაქცინები კომერციული თუ არაკომერციული საკმაოდ ბევრი ამ ეტაპზე არის. მაღალ ასაკში თუ შეიძლება მაპატიეთ გაწოდინოთ ბატონო. 30 და გამოსწორონ კი ბატონო, 60 წლამდე ასაკის პირები 60 წელს 1960 წლამდე დაბადებულ პირებში ითვლება რომ მათ გადატანილი აქვს წითელა ან აცრილები არიან ყოველთვის და ამ 60 წლამდე დაბადებულ პირებში არ არის აუცილებელი ამ წითელას ვაქცინის ჩატარება. ასევე დაახლოებით 1963-დან 70 წლამდე დაბადებულ პირებში კეთდებოდა ადრე არსებული ეგრეთ წოდებული დახოცილი ვაქცინით ხდებოდა ამ პირების აცრა. ეხლა გვაქვს ჩვენ ცოცხალი ვაქცინა 70-იან წლის მერე და უფრო მაღალი პრაქტიკულად 100% შემთხვევაში იცავს წითელას დამართვისგან, ხო? ასეთ პირებში უკვე ჩატარდა ადრე ეს ვაქცინაცია და ამიტომ არ არის აუცილებელი და ამიტომ ეს შედგენილი პირები დაყოფილია 6 თვიდან 30 წლამდე. და მე მოკლედ კიდევ ერთხელ დაახლოებით 12-13 წლის წინ ჩვენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის თან ერთად მაშინ ხელმძღვანელი იყო ბატონი რამაზ ურუშაძე, დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხელმძღვანელი პაატა იმნაძე და ჯანდაცვის მინისტრი ბატონი ამირან გამყრელიძის მეთაურობით მაშინ აი ამ წლებში იყო საკმაოდ მაღალი ეპიდემია წითელის, განსაკუთრებით იძულებით გადაადებულ პირებში. ეს იყო როგორც სამაჩაბლოდან, ასევე აფხაზეთიდან და ჩეჩნეთიდან, მათ შორის პანკისის ხეობაში მე პირადად ბატონ ირაკლი ციციშვილთან ერთად გახლდით, სადაც შეიქმნა ესეთი ეგრეთ წოდებული მობილური ჯგუფები, რომელშიც შედიოდა პედიატრები, იმუნოლოგები, ეპიდემიოლოგები, 300-400 შემთხვევა იყო წითელის პირველად. ეს ძალიან მაღალი შემთხვევა იყო. მაგ კიდევ ერთხელ ვიმეორებ იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკულად კომუნიკაცია საკმაოდ ძნელი იყო. მე მახსოვს დავდიოდით ისეთ ბავშვთა სახლებში, თითქმის ყველა რეგიონში იყო ბავშვთა სახლი, სადაც 5 ბავშვიც კი თუ იყო ამ ბავშვთა სახლში, ჩვენ მივიდოდით და იქ ვაკეთებდით აი ამ ეპიდემიას, ჩვენ სიმჯავდით პაციენტს, რომ შეგვეძლო თუ არა ვაქცინაციის გაკეთება და ეპიდემიოლოგები და იმუნოლოგები ახდენდნენ უკვე ამ და აი ამ პერიოდში პრაქტიკულად ბოლო 12-13 წლის განმავლობაში წითელა საქართველოში არ შემხვედრია. აი ბოლო 2 თუ 1 თვეა ეს უკვე წამოვიდა და ამ ქმედით ღონისძიებმა განაპირობა ის რომ პრაქტიკულად წითელა საქართველოში მეტნაკლებად შემცირდა პრაქტიკულად აღარ ხდებოდა, მაგრამ კიდევ უნდა გავითვალისწინოთ რომ საკმაოდ მაღალი ემიგრაცია შემოდიან უცხოელი ტურისტები, რომელთანაც მით უმეტეს განვითარებადი ქვეყნებიდან ხო დაუშვათ აფრიკიდან, ირანიდან, რომელთანაც შეიძლება შემოგვიტანოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ მაქსიმალურად ყველა
ღონისძიებებს ვახორციელებთ პირველად ჯანდაცვის გოლზე რომ ვაკეთებთ აი ამ იმუნიზაციას, რამე თუ თავიდან აუცილოთ ეს დაავადება, მაგრამ საკმაოდ ხშირად შემოდის და აი ამ სწორედ ეპიდემიურობას სწორედ ეს განაპირობებს. ბატონ თემურ, აი რამდენად არის შესაძლებელი ან თუ არის შესაძლებელი რამდენად ხშირი შემთხვევა, ვთქვათ თუ მაგალითად 3 წლის ასაკში ბავშვს დაემართება წითელა ან წითურა, შემდეგ განუმეორდეს ვთქვათ 10 წლის ასაკში და თუ შესაძლებელია აი რამდენად რთულია ხოლმე უკვე მეორეჯერ აი ამ ვირუსის გადატანა. როგორც წესი ეს პრაქტიკულად არ მეორდება. თუ ერთხელ მაინც დაემართა ადამიანს, ის მეორეჯერ არასოდეს არ დაემართება. და არსებობს ეგრეთ წოდებული თანდაყოლილი იმუნიტეტი. ანუ 6 თვემდე ასაკის ბავშვს პრაქტიკულად არ უვლინდებათ, იმიტომ რომ დედიდან ტრანსპლაცენტარული გზით გადადის ეს ანტისხეულები. მაშინ აი თუ დედას გადატანილი აქვს წითელა, ანუ შეხვდა და არ არის აცრილი. ხო, ასეთ შემთხვევაში ეს იმუნიტეტი უფრო გრძელდება 12 თვემდე ბავშვებში და სწორედ ამიტომ ეს ოპტიმალური პერიოდად არჩეული იყო ვაქცინაციის 12-დან 15 თვემდე. რაც შეეხება მეორეჯერ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წითელას მხოლოდ ერთი სეროტიპი არსებობს, ამიტომ ვითარდება ტიპოსპეციფიკური, ანუ ამ წითელა საწინააღმდეგო იმუნიტეტი. ანუ არასოდეს ის მეორეჯერ არ დაგემართება, ხო? თუ ერთხელ მაინც გაქვს გადატანილი. ამიტომ არსებობს ფრაზა ალბათ რა კარგია მოიხატავთ. ხო, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამონაყრით მიმდინარე ინფექციების დიფერენცირება არის საკმაოდ ძნელი, იმიტომ რომ ეს გამონაყარი პრაქტიკულად ყველა ერთმანეთს გავს. შეიძლება ყველას პრაქტიკულად გვემართება როგორც წითელა, ისე წითურა, მეხუთე ინფექცია, მეექვსე ინფექცია, განსაკუთრებით აუცილებელია კუნთრუშასთან დიფერენცირება, რამე თუ აი ეს კუნთრუშა სხვა ინფექციებისგან განსხვავებით არის ბაქტერიული ინფექცია, ანუ სტრეპტოკოკით განპირობებული ინფექცია, აუცილებელია დროულად ანტიბიოტიკის ჩართვა. ეს სისხლის ანალიზს ვაკეთებთ, დამახასიათებელი ჩირქოვანი გამონაყარი ახასიათებს გლანდებზე და აუცილებელი ანტიბიოტიკის დაწყებიდან 24 საათში კუნთრუშა უკვე გადამდები აღარ არის. საუბრის დასაწყისში ვახსენეთ, რომ სამწუხაროდ რაღაცა მეც აი სიმართლე გითხრათ, ახლა ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე რომ ამ თემაზე ვისაუბრებდით, იმიტომ რომ აი გარშემო უკვე რამდენიმე ბავშვზე გავიგე ახლობლებს, რომ აქვთ წითელა. ანუ ფიქსირდება სამწუხაროდ უკვე ბოლო პერიოდში. რა თქმა უნდა, ფიქსირდება. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბოლო 10-12 წელი წითელა არ შემხოდია. როცა პირველად ერთი თვის წინ ვნახე 14 წლის გოგონასთან თავის ყველა დამახასიათებელი სიმპტომით. აი მივხვდი იმ კერაში, სადაც ჩვენ დავდივართ, იქ მე არ მინახია პროდრომული ნიშანი, ანუ ეგრეთ წოდებული კოპლიკის ლაკები. როცა ამ გოგონას ახასიათებდა კოპლიკის ლაკები, წავიდა მე ჩვენ წითელა ესე მარტივად არ უნდა განვიხილოთ. წითელას ახასიათებს საკმაოდ მძიმე გართულებები, როგორც არის პნევმონია, ფილტვების ბარდავსი ეს კითხვა რა გართულებები ახასიათებს, რა შეგვეშინებია. არა, რა თქმა უნდა, თუ დროულად იქნება ექიმის მიერ შეფასებული, არანაირი გართულებებთან ჩვენ საქმე არ გვექნება. ეს არის წითელას მიერი პნევმონია, ოტიტები, ანუ ყურის ანთება, იგივე მწვავე-მუცლის სიმპტომატიკა, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, ნევროლოგიური გართულებები, ფილტვების ანთება, როგორც წითელას მიერი ფილტვების ანთება, ეგრეთ წოდებული ჰოხტის სინდრომი არის ეგეთი ინტერსტიციული პნევმონიები საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს და დიფერენცირება საჭირო ბაქტერიული პნევმონიასთან. ბაქტერიული პნევმონიის დროს ჩვენ ვთავთ უკვე ანტიბიოტიკს. და სხვა მთავარი და ერთ-ერთი ხშირი გართულება ეს არის ნევროლოგიური გართულებები, ნევროლოგიური ანუ ენცეფალიტის სახით, მენინგოენცეფალიტის სახით და არის უკვე შემდგომი ქვემწვავე მასკულარიზირებელი ენცეფალიტი, ეგრეთ წოდებული ვან-ბოგარდის სინდრომით მიმდინარეობს, დოქსონის სინდრომით მიმდინარეობს და ესეთი ძირითადი ნევროლოგიური გართულებები ახასიათებს წითელას, მაგრამ თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ წითელას დროს იმისაც რომ არ მოხდეს მასიურად მისი გავრცელება, აუცილებელია ესეთი პაციენტის იზოლირება. ინფიცირების რისკი სად არის განსაკუთრებით მაღალი? ინფიცირების რისკი ეს არის ბავშვების სკოლამდელ დაწესებულებებში, სკოლაში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში და არა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია დროული და სწრაფი ვაქცინაცია. არა ვაქცინირებულ პირებს, აი ეს პირველი პაციენტი იყო არა ვაქცინირებული პაციენტი, მე იმას მოყვა მეორე, მესამე არა ვაქცინირებული პაციენტი. ანუ ბევრია ასეთი. რა თქმა უნდა, ძირითადად არა ვაქცინირებულ ფენას ვითარდება, დაახლოებით იყო 1 ასაკის ბავშვები ესენი. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ წითელა დაემართა ვაქცინირებულ პაციენტს, მასთან მიმდინარეობს უფრო მსუბუქად. და კიდევ ერთხელ არსებობს ეგრეთ წოდებული წაშლილი ფორმით მიმდინარე წითელი, რომელიც უფრო ხშირად უვითარდებოდა 1963-დან 1970 წლამდე დაბადებულ პაციენტებს განუვითარდებათ ალბათ, მაგრამ პრაქტიკულად ახლა აღარ ვითარდება, იმიტომ რომ მაშინ კეთდებოდა დახოცილი წითელა საწინააღმდეგო ვაქცინით ამ პაციენტების აცრა და მასთვის უფრო მძიმე გამოვლენებები არ ახასიათებდა. თუმცა არის ეგრეთ წოდებული
ეგრეთ წოდებული black mills, ანუ შავი წითელა, რომელსაც დამახასიათებელია ჰემორაგიული, ანუ სისჩაქცეობით მიმდინარე წითელა. აუცილებლად გართულებული ფორმა, პრაქტიკულად საქართველოში ეს არ არის. ეს უფრო მეტად ვითარდება აფრიკის კონტინენტზე, ასეთ შემთხვევაში უკვე ირგვლივ მყოფებს ჩვენ უკეთებთ ვახდენთ მათ უკვე აქტიურ იმუნიზაციას, ანუ შეყვავს იმუნოგლობულინი, წითელა საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი. ეხლა რა თქმა უნდა გავრცელებულია ესეთი სამწუხაროდ საქართველოში რომ ვაქცინები იწვევს რაღაც გართულებებს, ხო? წითელას, წითურას, ყმაყურას, დიფტერიის, ჰემოფილუს ინფლუენციის ეს ვაქცინები პრაქტიკულად გართულებას არ იძლევა. არ არსებობს ამ ვაქცინების უკუჩვენება. უკუჩვენება არის ძალიან შემცირებული. აი როგორც მოგახსენეთ ეს ვაქცინა წითელა ცალკე არ არსებობს. კეთდება წითელა, წითურა, ყმაყურა ერთად. ვაქცინის უკუჩვენები ეს არის. თანდაყოლილი და შეძენილი იმუნოდეფიციტები, მათ შორის შეძენილი, ანუ შიც ეგრეთ წოდებული მძიმე ფორმის შემთხვევაში, თორე ჩვეულებრივი შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის დროს ეს კეთდება. ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებული, ანუ აქტიური ფორმის მქონე პაციენტები. ორსულები არ იცრება, თუ ორსული არის კონტაქტი წითელიანთან, ამ შემთხვევაში ორსულთან კეთდება წითელას საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი. არ იცრება სხვადასხვა იმუნოსუპრესულ თერაპიაზე ყოფი პაციენტები, ან აუცილებელი ასეთი ეპიდემიის დროს ამ პაციენტების იზოლირება. და სპეციალურად ასეთი ეპიდემიის დროს ცხადდება ხოლმე სახელმწიფოში ეგრეთ წოდებული რაუნდები, ეს ყოველთვის ცხადდებოდა. რაუნდი, ანუ თუ გახსოვთ თქვენ ტელევიზიით გადიოდა ყოველთვის რეკლამები, ავტობუსებზე კეთდებოდა პლაკატები, ყველანი პირველად დანჯეთის სკოლზე. წელი ბავშვობა ეს მახსოვს. რა თქმა უნდა, ჩვენ როცა გვწრიდნენ სკოლაში არ მიგიღებდნენ თუ ჯანმრთელობის ცნობას არ მიიტანდი იქ სადაც არ იქნებოდა ჩაწერილი ეს წითელას ვაქცინა. აი მე მაგალითად როცა ჩემი პაციენტები მიდიან საცხოვრებლად გადადიან ხანდახან ამერიკაში. ხო, როცა ვავსებთ აი ამ სავიზო რეჟიმს, სავიზო ვიზისთვის წარსადგენ საკითხებს, ჩვენი გაუცილებლად წერთ თუ არ არის აცრილი ისე არ გმიცემენ ვიზას ელემენტარულად, იმიტომ რომ ამერიკაში პრაქტიკულად წითელა არ არის და 300 მილიონ მოსახლებაში წლიურად ვლინდება 100 შემთხვევა, სულ 100 შემთხვევა, ისიც დაახლოებით 70-80%-ში მიგრანტების მიერ არის შეტანილი. ძალიან დაბალი მაჩვენებელი. ძალიან დაიბირავ პრაქტიკულად არ არის, იმიტომ რომ ყველა იცრება. კეთილი, მოკლედ კარგია ის რომ თურმე ნებისმიერ ასაკში შეიძლება აიცრას ადამიანი თუ კი მან გამოტოვა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო, ან უბრალოდ არ ქონდა სურვილი აცრილი იყო და გაუფრთხილდა საკუთარ ჯანმრთელობას და დავიცრათ მოკლედ ამ ნებისმიერ ასაკში თუ არ არის აცრილი ბავშვი 1 ან 5 წლის ასაკში. 6 თვიდან დაიწია ახლა იმიტომ რომ არის ეპიდემია, 6 თვიდან 30 წლამდე კეთდება ეს აცრა, ეს არის სრულად უსასყიდლოდ კეთდება ვაქცინები. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ არის როგორც კომერციული ვაქცინები, ორივე ვაქცინა არის საკმაოდ მაღალხარისხიანი და არანაირ პრობლემას ეს ვაქცინა როგორც წესი გართულებებს არ იძლევა. და ასევე დავაიმედოთ ნინო კიდევ ერთხელ ჩვენი საზოგადოებად მაყურებელი რომ თუ კი მოხდება დროული ჩარევა და დროულად მიმართვიანობა ექიმთან, არანაირ გართულებას არ ექნება. დროულად მიმართვიანობა, დროულ ჩარევას არ საჭიროა, ეს არის სახლის პირობებში, ანუ ეგრეთ წოდებული წოლითი რეჟიმი, ნახევრად წოლითი რეჟიმი, დიდი რაოდენობით სითხეებით უზრუნველყოფა პაციენტის და სიცხის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება და ძალიან დიდი მადლობა მინდა ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოუხადოთ ჩემ პაციენტებს, იმიტომ რომ იმდენია მომართვიანება, მე უკვე სამწუხაროდ ტელეფონსაც ვეღარ ვიღებ. ანუ უკვე ეპიდემია მომართვიანება პაციენტი რეკავს გავაკეთოთ აცრა თუ არა, აი ამ ელემენტარულ რაღაცებზე გიკავშირდებიან უკვე და ძალიან ძნელია ასეთ შემთხვევაში მართვა ამ პაციენტების და უკვე ეს მძიმე პაციენტები, სხვა მძიმე პაციენტები თითქმის მეორე ხარისხზე გადადიან და ამიტომ არ არის ესეთი დაპანიკება უკვე ამიტომ არ არის ესეთი ეპიდემია ქალაქში, ჩვენ ჯანდაცვის ნებისმიერ დონეზე მეტნაკლებად ამას მართავთ საკმაოდ მაღალი ხარისხით. ძალიან კარგი, ჩვენ ვიცით რომ ძალიან ბევრი პაციენტი გელდებათ უკვე და დიდი მადლობა იმისათვის რომ გამონახეთ რომ დაიყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, შევახსენოთ ტელემაყურებელს, პედიატრი ბატონი თემურ მიქელაძე გახდათ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ჩვენ ინფექციურ დაავადებებზე ვსაუბრობდით.